ივანიშვილი შვეიცარიულ განსაცდელს ბოლო არ უჩანს. საკუთარ ფინანსებზე წვდომა მას ისევ არ აქვს. ამ ფაქტით აღელვებული კრედიტ სუისის შემდეგ ოლიგარქი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს უჩივის. თუმცა გამარჯვების პერსპექტივა ამ საქმეში ნაკლებად აქვს. დღეს ოლიგარქის ადვოკატმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც გვამცნო, რომ ივანიშვილს ფულთან ხელმისაწვდომობაზე ისევ პრობლემა აქვს და ვერ განაგებს თანხებს, რომლებიც მას ეკუთვნის. ივანიშვილმა საკუთარი ანგარიშები და აქტივები ოჯახის წევრებზე გადააფორმა, მაგრამ ოლიგარქს არც ამხრიკმა უშველა. მისი ოჯახით სანქციების ქვეშ მოაყოლა შვეიცარიულმა ბანკმა და ფულიც გაყინული დარჩა. ბანკის ამ გადაწყვეტილების მიზეზი და მოტივი ამერიკული სანქციებია. ირკვევა, რომ ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარეს ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშები. ანუ გამოდის, რომ მილიონები, რომელიც ანგარიშებზე აქვს განთავსებული ივანიშვილს, ხელუხლებელია იქამდე, ვიდრე ოლიგარქის სანქცირებულია. ექსპერტები ივანიშვილის დაუსრულებელ დავებზე ფულის გამო მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ოლიგარქი განაგრძობს თავის მსხვერპლად წარმოჩენას, თუმცა ისევ ფორმალური საფუძვლების გარეშე. დაიწყო თანხების განთავსება მისთვის საიმედო სხვადასხვა ბანკებში, ეს არაბეთი იქნებოდა თუ იგივე შვეიცარიის იმ ბანკში, სადაც მას მანამდეც ჰქონდა ურთიერთობა და ეგონა რომ იქნებოდა უსაფრთხოდ, მაგრამ აი სწორედ აქ გამოყო ამ სანქციების ამ ნაწილმა თავი და მთელი ანგარიშები მას გაეყენა და ახლა მთელი ამბები არტეხელი ქართულ ოცნებაში უჩივიან ამ შვეიცარიულ ბანკს, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ, რადგან ის უკვე ამერიკული სანქციიდან გამომდინარე მოხდა ამ ანგარიშების გაყენება, ვინაიდან ამერიკის სანქცია ითვალისწინებს ერთადერთ გამონაკლედს, როდესაც სანქციდება მისი ბიზნესი. ეს ეხება იმ ფულს, რომელსაც ვერ გამოიტანს ამერიკული ხაზინის ნებართვის მხარეში შვეიცარიის ბანკებიდან. სწორედ ეს მუხლი ამოქმედდა. ბიძინა აქვს შიშები, ბიძინა ამით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ იბრძვის, ესე რომ ვთქვათ, სამართლიანობისთვის ბრჭყალებში საკუთარი ინტერესებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადების გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ დღეს არის დედლაინი, ხო? მათი ქართული ოცნების პროპაგანდისტული ბოლო დედლაინი იყო 20 იანვარი, მოგეხსენებათ, რომ აი ტრამპის ინაუგურაცია მოხდება და ყველაფერი შეიცვლება. ეხლა ბუნებრივია, ესე რომ ვთქვათ, ლატენტურ კოდებს ამ საღამოს კითხვა გაუჩნდება 20 იანვარის დადგა და მზე ისევ, ესე რომ ვთქვათ, აღმოსავლეთიდან ამოდის და ეს რანაირათო და ამიტომ ამ თემის გადაფარვაც უნდათ ყველაფერთან ერთად, რომ ეხლა ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ და არა იმაზე, რომ ტრამპი მოვიდა და ოცნება ისევ შავ დღეშია. ივანიშვილის შვეიცარიული დავების პარალელურად რა პრობლემები ექმნება ოლიგარქს და როგორია სანქციების ეფექტი მისთვის, დღეს ამ საკითხზე ბრიფინგი ირაკლი აბესაძემ გამართა. თქვა, რომ პრობლემები, რომლებიც ახლა ოლიგარქს მინიმუმ ფინანსურ ნაწილში აქვს, ამ პრობლემების ჩამონათვალი ვრცელია და სავარაუდოდ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა მნიშვნელოვანია ეს პრობლემები ქართველი ხალხისთვის დამატებითი დაბრკოლების შემქმნელი არ აღმოჩნდეს. ვნახეთ, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან მთელი მისი ქონება, ფაქტობრივად მილიარდობით ლარის ღირებულების ქონება გადააფორმა პერსონალურად უტა ივანიშვილის სახელზე. ანამის ოფშორული ზონიდან საკუთარი რეზიდენციების, სასტუმროები და სხვა ქონება გადმოაფორმა პერსონალურად მის სახელზე რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება ტერაზე. ანუ ივანიშვილი ვერ ენდობა ვერცერთ სხვა იურისდიქციას, ვერცერთ ოფშორულ ზონას, სადაც ის მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს იღებდა და ახლა ის ცდილობს, რომ მთელი თავისი ქონება თავი მოუყაროს პერსონალურად მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე და საქართველოში. რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საქართველოში კერძო ბიზნესის მეორეული სანქცირების რისკს, ასევე ზრდის სახელმწიფო ინსტიტუტების, ანუ სახელმწიფო სანქცირების რისკს. ივანიშვილს სამართლებრივ პოლიტიკურ ნაწილში 2025 წელი კარგს არაფერს უწინასწარმეტყველებს. ფაქტია, ამ წელს ოლიგარქის სანქციებით შეხვდა და ამ სანქციების ჩამონათვალი რომ კიდევ უფრო გაიზრდება, ამას მოვლენათა განვითარებაც ცხადყოფს. საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატისთვის ოლიგარქის საფასურს იხდის.